მოგესალმებით. Დავბრძანდით. ალბათონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს ჩვენს კომპანიაში მათემოტორში გაიმართება შეხვედრა, ჩვენ გსტუმრობს საქართველოს სტუდენტური პარლამენტი. მოგესალმებით პირველ რიგში და ძალიან დიდ მადლობას გიხდით აქ მომბრძანებისთვის. ბატონო გელა, სიტყვით გადმოვალ თქვენთან და რომ გითხრათ ორიოდეს სიტყვით მივესალმოთ ჩვენ სტუდენტებს და რას გვეტყვით მოკლედ რომ გითხრათ. მოგესალმებით. დიდი პატივია ჩემთვის თქვენი აქ მობრძანება. მთელი ჩემი ცხოვრება ბიზნესში ვარ, ახალგაზრდებთან ურთიერთობაში ვარ. ბევრ ინსტიტუტებში ვკითხულობ ლექციებს, მათ შორის ამერიკაშიც და დღეს ხო იცი საქართველოში როგორც არის. 100% დასწრება რო არსად არ არის. და 100% დასწრება არის მარტო ჩემთან, ხო შალვა? იმდენად სურვილი აქვს ახალგაზრდებს და ეს რომ ჩემს გაკვეთილებს, ესე ვთქვათ. მე მზად ვარ ყოველთვის შესახვედრად ახალგაზრდებთან და რასაც ჩემგან გაიგებთ, ვერცად წიგნში ვერ წაიკითხავთ. ეს არის ცხოვრებისეული გამოცდილება და ვინაიდან თქვენ სურვილი გამოთქვით, რომ შეხვედროდით რეალურ ბიზნესმენს, იცით ახლა ბიზნესმენი არის მილიონი სხვადასხვა მიმართულებით. ერთი არის ბიზნესმენი, რომელსაც პატრონი ყავს და ჩანს როგორც ბიზნესმენია, მეორე არის ბიზნესმენი რეალურად ბიზნეს, რომელიც აკეთებს და ქვეყნის ბიუჯეტში შეაქვს თანხა. არასდროს მე გელა ბარკალაიას პოლიტიკაზე არ მიფიქრია. თორემ ძალიან დიდი ხნის უკან ვიქნებოდი, სადაც მე მჭირდებოდა იქ. ან სხვა ქვეყნიდან გამომგზავნიდნენ, ან აქ ამირჩევდნენ. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევაა, რომ არასდროს არ იფიქროთ პოლიტიკაზე, თუ გინდათ ფული შოვნა. ფული იშოვეთ ბიზნესში. ერთ შეკითხვას დაგისვამენ ყოველთვის, როცა პოლიტიკაში ხარ და ლამბორჯინი დადიხარ. ესეთ შეკითხვას დაგისვამენ. კაცო, პოლიტიკაში ხარ. 2000 ლარი გაქვს ხელფასი, 3, 5 და ლამბორჯინი საიდან იყიდეო? და ვერასდროს ვერ დაამტკიცებ, რომ საიდან იყიდე ლამბორჯინი. ამიტომ ხოჯობია, რომ პირდაპირ ბიზნესში წადი და იშოვე ფული და ლამბორჯინიც იყიდე და რაც გინდა ის, როგორც გინდა ისე, ესეთი გამონათქვამი აქვს ამერიკელებს. მთელი შენი ცხოვრება შენთვის უნდა იცხოვრო და სვეტსკად უნდა იცხოვრო. მაგრამ თუ ვინმე მიცის დედამიწის ზურგზე რა არის ცხოვრება, მე ვიცი ერთ-ერთი. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი ვიცი, მაგრამ სხვაზე მეტი ვიცი. საიდან ისეთი გზები გავიარე. უყურეთ. მე პატარა ბიჭი ვიყავი, სენაკში ვცხოვრობდი, თქვენი ტოლი რო ვიყავი, დედა გარდამეცვალა, დავრჩი ერთი პატარა ბიჭი და ესეთი წერილი დაუწერია, რომ ჩემს უფროს ძმაზეც მე უნდა მიმეხედა და ჩემზე უფროს დაზეც მე უნდა მიმეხედა ამ პატარა ბიჭს. დედა ჩემი მაშინაც გრძნობდა, რომ მე რაღაცა გამოვიდოდი და ვიღაცა გამოვიდოდი. მთელი ჩემი ცხოვრება ახალგაზრდებო, სტუდენტებო, კაცურად ვიცხოვრე და 15 წლიდან დავიწყე შრომა. მაშინ ამას შრომა ერქვა, დღეს არის ბიზნესი. და დღემდე ესე მოვედი, დიდი გზა გავიარე, ნახევარ სოფლიოში ვცხოვრობ დღეს. დღეს თქვენ ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც მე პარტნიორი ამყავდეს და ძმაკაცი ამყავდეს. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, თქვა თუ საქართველოსდან მექნება წასასვლელი, თქვათ. თავარია სამალიოტი აფრინდეს და სად დაფრინდება, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ყველგან მიმიღებენ. საიდან? სინდისით, ნამუსით და ღირსებით უნდა იცხოვრო. რაც შეეხება ჩემი სურვილი არის, რომ თქვენაირი ახალგაზრდა გოგო ბიჭები ყველა წავიდეს ბიზნესში და ისწავლოთ ბიზნესი.
უნდა დაიწყოთ ნოლიდან, ზუსტად თქვენ სასახლეში უნდა დაიწყოთ. არავის არ დაუჯეროთ და არავის არ უყუროთ და არავის არ მოусმინოთ, რომ თქვენთვის ადრეა ჯერ ბიზნესი. თქვენ ლუკა იცით ჩემთან მანქანებს რო ყიდის. 14 წლისაა ლუკა და დღეს პროფესიონალია 3 თვე აქაა. შეიძლება 2 უმაღლესი დაამთავროს და რასაც აქ პრაქტიკას მიიღებს, იმას ერთსად ვერასდროს ვერ მიიღებს. Просто ხო არის ინტერესი ლუკა მინდა გავზარდოთ საქართველოში ნომერ პირველი ბიზნესმენი აი ამ დარგში. რისი თქმა მინდა? თუ ვინმე გეტყვით თქვენ რომ თქვენთვის ადრეა თქვენი მტერია. თუ ვინმე გეტყვით რომ აი ეს სამსახური რასაც შენახლა ყიდი ან აწარმოებ შენი ხელით აბარებ და წვალობ შრომობ და ვინც გეტყვით რომ აუ ეს შენ არ გიკადრება ისიც შენი მტერია. თქვენ დაიწყეთ საქმე აი ამ ასაკიდან და სირცხვილი საქმის კეთება არც ერთი არ არის. ვინც გეტყვის რომ სირცხვილია ზუსტად ისაა შენი მტერი. ერთი რამ არის იცოდეთ. თქვენ იცით რომ ისეთი დაწესებულება არ არის საქართველოში, სადაც 7-8 ადამიანი არ არის პარტნიორი. და მე გესმით რომ ერთი თქვათ სახელს არ დავარქმევ, მაგალითი თქვათ ერთი რაღაცა ჭიქას ყიდიდით მე დაშენდა ჩემი პარტნიორი 10 კაცი. და თქვენ გაიგებთ, როცა ღარტაკები ვიყავით, ერთად ვიყავით და ერთმანეთს იმდენად პატივცემდით, რომ უკეთესი არ შეიძლებოდა. როცა ფული შემოგვივიდა, ეს ფული გასაყოფი რო შეიქმნა, მე კულუარებში დაიწყეს საუბარი, რომ მე ვაკეთებ და იმას რატომ მივცე, ან იმას მეტი აქვს და მე უფრო ნაკლები და საიდკენ მიდის ეს იზრდება მე შურისკენ. და ხო გაგიგიათ, ერთი ჭიქას ყიდი და ერთი კაცი და ახლა ყიდის 30. ყველა პარტნიორმა თავიანთვის გააკეთეს და ვერცეთი ვერ შეულოს ფულს, იმდენად დააგდეს ფასი ერთმანეთის ჯინაზე. ან ერთი ქირაობს ქილერს და კლავს მეორეს. თქვენ ბევრი ესეთი მაგალითი მოგისმენიათ და ბევრი წაგიკითხავთ. მე გეუბნებით გელა ვარკალაია, ყოველთვის ეცადეთ რომ პარტნიორი არ ყავდეთ. მარტო შენ დაიწყე. სხვისგან ისწავლე და სხვისგან ნასწავლი შენ გამოიყენე. ჩვენ ხო ლუკასი არაფერი არ გვინდა. ჩემს ხელში ლუკასნაირმა გაიარა დაახლოებით 1000-მა, 2000-მა, 3000-მა. დუბაიში ვცხოვრობ 30 წელია. მე დუბაიში უფრო დაფასებული ვარ ვიდრე საქართველოში. მე თურქეთში უფრო დაფასებული ვარ და დაფასებულია ჩემი შრომა ვიდრე საქართველოში. ყველა ქვეყანაში უფრო დაფასებული ვარ ვიდრე საქართველოში. პირველი იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა არის პატარა დიდი ბიზნესისთვის, მაგრამ ამ პატარა ბიზნესაც უნდა მოერგო. ჩემი პირველი თხოვნაა. თუ დაიწყებ ძმაკასთან ბიზნესს, რასაც იშოვით შუაში გაიყავით და არასდროს ერთმანეთს ფულის გულისთვის არ უღალატოთ, თორე მე თქვენი შვილებიც ერთმანეთს გადაეკიდებიან და მოდის ეს მტრობა და მოდის. პირველი ბიზნესი უნდა დაიწყოთ ნოლიდან, არ შევცხვეთ შრომის და რაც გექნება, შენი იქნება ქემაინც. ზოგს ფას დაუკლებ, ზოგს მოუმატებ და ეს მოგცემ შენ იმის საშუალებას, რომ პარტნიორზე არასდროს არ გექნება შესაკითხი, რომ მე ამას დაუკლო თუ მოუმატო. ერთ მაგალითს გეტყვით. ერთჯერ მყავდა ებრაელი 3 თვე პარტნიორი. პირველ თვეს, როცა $10,000 მაგარი ფული იყო, ჩემ დას რაღაც მივთი, რასაც ყიდიდით, ჩემ დას ვაჩუქე ერთი. მეორე ვაჩუქე ჩემ ძმას. თვის ბოლოს ფული გავიყავით, 10,000 იყო მოგება, 5,000 მას გავუყავი, 5,000 მე წავიღე. აი იმ დღეს ვისწავლე ბიზნესი ებრაელმა მითხრა, ჩვენო ძმაკაცები ვართ. ისო შენი და არისო, ჩემი ხო არ არისო. ისო შენი ძმა არისო, ჩემი ხო არ არისო. მეო ჩემი წილი მომეციო და 6,000 წაიღო იმან და 4,000 მომცეს მე. აი იმ დღიდან გავხდი ბიზნესმენი. ბიზნესმა არ იცის ნათესავი. ბიზნესმა არ იცის დედა, მამა. ერთჯერ ვთქვი, რომ დედა, მამა და ხო იცი ხალხი, რომელსაც
მათ არ იცის განათლება იმ დონეზე არ აქვს მიღებული, როგორ დედა უფრო წინ დგას ვიდრე ბიზნესიო. ახლა მე შენ მასწავლებლია დედა წინ რო დგას ვიდრე ბიზნესი. ესეთი გამონათქვამი არსებობს, რომ წიგნია ესეთი ახლა არ შემომიტანია აქ. შეჭამე ბაყაყი. ამერიკელების წიგნი გადასარევი. აკოცე ბაყაყს. კაცო, ეს წიგნი იმ კაცმა იმიტომ გამოუშვა, შენ რო წაიკითხო და ის შეცდომა არ დაუშვა, რაც იმან დაუშვა, ხო? და მართლა კი არ უნდა აკოცო ბაყაყს, იმიტომ კი არ გამოუშვეს ეს წიგნი. ეს წიგნი იმიტომ გამოუშვეს, რომ მე ვაკოცე მაგ ბაყაყს, მე შევჭამე ეს ბაყაყი და ეს იგულისხმება, რომ შეცდომები დაუშვი და შენ რო შეცდომა არ დაუშვა, ამიტომ ეს წიგნი წაიკითხე და ჩემ გამოცდილებას უნდა დაეყრდნო. მეორე რა არის ბიზნესში თავარი? 12 წლიდან 14 წლიდან იწყება ბიზნესი. თუ გინდა რომ რეალური ბიზნესმენი იყო, სულ ბიზნესში უნდა იყოს, სულ გაყიდო, სულ იყიდო, მიუტანო, მოიტანო, ნახო, შეხედო, დაათვალიერო. სხვის შეცდომებზე უნდა ისწავლო. შენ შეცდომებზე ცოდვა ხართ, იმიტომ რომ მე რამდენი შეცდომა დამიშვია, იმ შეცდომებიდან უფრო ვისწავლე ბიზნესი, ვიდრე ბიზნესიდან ბიზნესი. წიგნი უნდა წაიკითხო 50% და 50% უნდა მიიღო პრაქტიკა. ეს არის აუცილებელი. პირველი ბიზნეს როცა იწყებთ, ყოველთვის უნდა იყოთ კარგი ჩაცმული. მეჩქარება არ არის. რაც გაქვს ის ჩაიცვი. არავინ არ გეუბნება შე რომ ჩაიცვა ის, რაც მაგალითს ვამბობ, ამ კაცაცვია. ეს პროკურორის შვილია. ეს პროკურორის შვილია, ეს პოლიციის უფროსის შვილია, ეს მოსამართლის შვილია, ფული აქვს. ესე ვფიქრობ ჩვენ ყველას და იმას აცვია. ჩვენ არ გვაქვს ჩასაცმელი, ხო? მაგრამ იმას არ უყუროთ, ის პროკურორის შვილია. მე ამ წუთას ვამბობ ბიზნესი როგორ გავაკეთოთ. პირველ რიგში უნდა იყო ჩაცმული. დაბანილი, ესეთი გამონათქვამი არ არსებობს, არ გაგიკვირდეთ. წიგნში ვერ ნახავთ, იმიტომ რომ ამერიკელები ამ სიტყვას არ იყენებენ და არც ევროპელები. მაგრამ მე ვიყენებ და ჩემ წიგნს მალე გაჩუქებთ. ადამიანი ნებისმიერ ასაკში უნდა იყოს დაბანილი, დავარცხნილი, მოწესრიგებული და როცა შესახვედრად მიდიხარ სადმე, აუცილებლად 10 წუთით ადრე უნდა მეხვიდე. არასდროს არ უნდა დაიგვიანო. თუ შენ ბიზნესში შეხვედრაზე დაიგვიანებ, შენ ჩაგთვლიან როგორც არასერიოზულ პარტნიორს. თხოვთ ყველას. ვინაიდან თქვენ აქ ჩვენ ერთმანეთს დღეს შევხვდით, პირველი რაც არის ბიზნესში, არასდროს არ უნდა მოიტყუო. შეიძლება ბიზნესში წახვიდეთ ზოგიერთები, მოსამართლე იყოთ, პროკურორი იყოთ, სხვადასხვა თანამდებობა გქონდეთ, მაგრამ მე ყოველთვის გირჩევთ ბიზნესს და ბიზნესში როცა ხარ, არასდროს არ უნდა მოიტყუო. ბიზნესი ზუსტად ამ დროს უნდა დაიწყოთ, ბიზნესი ვიღაცისგან უნდა ისწავლოთ და ჩემი თხოვნა ბიზნესურად გეუნებით დღეს, მამაშვილულად გეუნებით, ქართულად და კაცურად გეუნებით. არც ერთი შრომა არ არის სამარცხვინო. როცა ძლიერი ხარ, ელოდეთ ბევრ მტერს, იმიტომ რომ ეს საქართველოა. ჩემი ოცნება არის, რომ მე თქვენი დახმარებით საქართველოში 2 ავტოქარხანა გავაკეთო. ერთი რუსთავში, რომელიც არის უკვე 70-80% გაკეთებული და სავარაუდოდ ან სენაკში, ან ქუთაისში მეორე, რომლის მანქანებსაც ხედავთ აქ. ეს იქნება თუ არ იქნება ხელი შეშლა. ძალიან დიდ მადლობას, რომ საქართველოს სტუდენტურ პარლამენტს თქვენ და თქვენმა უმასპინძლეთ. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენისთან და წარმატებულ ბიზნესმენთან შევხვედრა. იმიტომ რომ ჩვენი ახალგაზრდები ღებულობენ არნახულ განათლებას, თვითონ ეს არ არის ხოლმე მხოლოდ თეორია, თქვენ პრაქტიკულად გამოიარეთ თქვენი ცხოვრების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელთაც მიაღწიეთ არაერთ წარმატებას. დღეს ჩვენ აქ საქართველოს სტუდენტური პარლამენტი ვართ წარმოდგენილი, მე გიორგი გოგიაშვილი ვარ, ერთ-ერთი ხელმძღვანელი და კურატორი და აქ არიან წარმოდგენილები ასევე ლიდერები, ჩვენ გვაქვს კომიტეტები, მიმართულებების, სხვადასხვა მიმართულების, მათ შორის ბიზნესის მიმართულებით და ჩვენ მართლა აღფრთოვანებული ვარ და თქვენ ხედავთ ახალგაზრდებიც როგორი დიდი ყურადღებით გისმენდნენ და გადავცემ ყველა სიტყვას, ვისაც კითხვა ექნება თვითონ ბატონ გელასთან.
ჩემ ბიზნესმა აქ მე უკვე ოღონდ ცოტა საგანმანათლებლო არის, თლად ესე გაყიდვა არ არის, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში ბიზნესი ქვია უკვე ყველა იმას. არა. საგანმანათლებლო პროექტებს ვატარებ, მაგრამ ფასიანია. მაგრამ სამომავლოდ პირველი ეს თქვენის შეცდომა დავიჭირე ჩემი თავი ერთი იმაში, რომ პარტნიორი მყავს ამ საქმეში და ნელ-ნელ ხვდები რომ არ უნდა მყავდეს და მინდა მეორე ბიზნესის კი და მართლა საქმეში უკვე ერთ თვეში მივხვდი რომ არ არის საჭირო პარტნიორი. და მეორე ბიზნესი დაწყება მინდა, რომელიც არის მართლა ძალიან დიდი და სამი რჩევა მინდა თქვენგან. ოღონდ აი მართლა გარდა იმისა, რომ ნოლიდან უნდა დაიწყო და ასე შემდეგ, სამი რჩევა მინდა. აი ყველაზე მეტად რაც უნდა გავითვალისწინო და ყოველთვის წიროდან ხდება და ზუსტად რომ მიხვდები, აი თქვენ ახლა დღეს რასაც მეტყვით, 5 წელი რომ გავიდეს, აი მე რო გამახსენდეს და თქვა რომ აი მართალი იყო თქვა სიტყვაზე ბატონი გელამაში და ყველა ვარიანტი უნდა გამithვალისწინებინა ის და მართლა რომ ცხოვრების შემცვლელის იქნება ჩემთვის და ძალიანაც დამეხმარება ამ ბიზნესში. დიდი მადლობა. როგორი კარგად მომისმინეთ. მარტო თქვენ კი არა ყველა. რაც შენ იცი შენს დაქალს არ უნდა უთხრა. რაც შენ იცი, შენ ქმარს არ უნდა უთხრა. რაც შენ იცი და შენ რაც მარტო შენ უნდა იცოდე, ეს მარტო შენ უნდა იცოდე. შენი მტერი პირველი არის შენი ენა. მეტი შენ მტერი არავინ არ აკავს. სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ბიზნესები ზოგადად ამას მხოლოდ სახელისთვის აკეთებენ, რომ აი იმიჯი შეიქმნან და თქვენთან მაქვს კითხვა, თქვენ თვითონ გულიდან მოდის ეს თუ თქვენს როგორც სხვა ბიზნესები უბრალოდ ეგრე სახელისთვის აკეთებთ. სიკეთე რაც მე გამიკეთებია, არასდროს არ მithქვია და არსად არ ჩანს. და მე თქვენ იტყვით რომ შენს იგივე ხარ რაც ის. თუ აკეთებდი, რატო არ ამბობდი? მაგრამ მე თქვენ თუ აკვირდებით ამ ბოლო დროს, ადრე ვეხმარებოდი, ვისაც Lamborghini ყავდა, საჩუქრად უგზავნიდი Lexus-ის ჯიპს. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და ვინ იყო ეს ადამიანი? Lamborghini ვის ეყოლება, ხო? ფულიანს, ვიღაცას, ხო? არა, ახლა ესე არ ვაკეთებ, ჭკუა ვისავლე და ახლა ზუსტად იმას ვეხმარები, რომელსაც ეს მართლა ჭირდება. და ყველა თავის თვალით ნახავს, რომ ეს ადამიანი მილიონი წელი არაფერში არ მჭირდება. მე მას ვჩუქნი, უკეთებ. და იმანაც იცის რომ მილიონი წელი მე ის არ მჭირდება, მაგრამ ვისაც მე პატივცემ და ვისაც დავეხმარე, ყველა ჩემთან დღეს ზმაკაცობს და მათთან ურთიერთობა, გლეხთან ურთიერთობა მირჩენია, ვიდრე თანამდებობის პირებთან. მაინტერესებს რა არის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი იმისა თუ რომ გაიგო, რა უნდა გაყიდონ, რა წარმოო. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რაც უნდა იცოდეთ ყველა თქვენთაგანმა, უნდა ისწავლოთ ერთი რამ. მოთმინება. 7 წამი უნდა მოითმინო. 7 წამის მერე ქართველებს ჩვენ რაც გვაქვს, შენ როგორ გაბედე, 7 წამის შემდეგ გადაგვივლის და მერე გიჩნდება სურვილი, რატომ შეგაგინა და ვინ შეუკვეთა. ეს ჯობია გაიგო ვინ შეუკვეთა, ვიდრე შენ თოფი ესროლო და მოგაშორეს, ხო? ახლა როგორც ახსენეთ, გსურთ საქართველოს შექმნათ ორი ავტოქარხანა და აქედან გამომდინარე მაქვს ერთი კითხვა. თქვენი აზრით, სად არის დღეს საქართველოს როლი პოლიტიკურ-ეკონომიკურ კაზე და ამ ავტოქარხნის შექმნიდან დაახლოებით 10-5 წლის შემდეგ სად იქნება საქართველოს როლი? მე რო პირველი პირი ვიყო, პირველი რასაც გავაკეთებდი ავტოქარხანას. დაჩქარებული წესით ისე რომ სახელმწიფოს $1 არ დავახარჯიებდი. და ახლა მეტყვით რომ მუშახელი თქვენ ხო ხედავთ პაკისტანელები უფროა დღეს ვიდრე ქართველები ხო? ზუსტად ეს არის ჩვენი უბედურება, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერკვევი მე, არც ვერევი, არც ვსაუბრობ. მე ვამბობ იმას, რასაც თქვენ ყოველ წუთს ხედავთ. ჯერ იმ ადამიანებს ყველა ჩამოვიყვანდი იმ მეთოდით, რასაც მე გეუბნებით და მიმხედავდი სოფელს. და იმ მასაც არ გეტყვით ახლა, ჯერ ვერ გეტყვით, სად გავაკეთებდი. ხო გითხარით, სად გავაკეთებ? მუშახელი თავისით ჩამოვიდოდა და როცა ორი ავტოქარხანა გაქვს საერთაშორისო საქართველოში, ეს უკვე არის ქვეყნის მშვიდობის გარანტი. და ახლა მეტყვით რომ სად გაყიდი ამდენ მანქანას საქართველოში? საქართველოში გავყიდი 100 და მთელ მსოფლიოში გავყიდი მილიონობით. ეს ქარხანა მარტო არ ემსახურება საქართველოს, ეს იყიდება მთელ მსოფლიოში.
დიდი სურვილი მაქვს, რომ თქვენი დახმარებით ჩვენ ეს გავაკეთოთ. თქვენ იმიტომ ღებულობთ ამ ცოდნას, მე თუ არ მომისმინეს, თქვენ უნდა დააყენოთ ეს საკითხი, ხო? თქვენ უნდა დააყენოთ და თქვათ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ბატონო გელა. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ინფორმაციული. დღევანდელი შეხვედრა ინტერაქციულად წარიმართა, ჩვენს წევრებს ჰქონდათ კითხვის დასმის უფლება. და ვფიქრობ, ყველა მამოწურავი პასუხი მიიღო. ჩვენთვის მართლა დიდი პატივია ჩვენი სესიაც იხურება და თქვენისთანაც წარმატებულ ბიზნესმენს როცა შევხვდებით და მივიღებთ ცოდნას უშუალოდ ლაივ რეჟიმში და მართლაც ჩვენ საომალოდაც შეგვიძლია დავგეგმოთ ფართომასშტაბიანი შეხვედრები, სადაც უფრო დიდი აუდიტორიაც გაიგებს ამის შესახებ. ჩვენი წარმომადგენლები არიან საზღვარგარეთაც და ძალიან დიდი ინტერესით უცდიან, თუნდაც დღევანდელი ვიდეო რაც ჩაიწერა, როცა ეს გამოქვეყნდება და მართლაც მადლობა შემიძლია გითხრათ მხოლოდ ჩვენი სახელით. პირიქით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ერთი რაღაცა გთხოვოთ. უფრო მეტი შევხვდეთ ერთმანეთს და უფრო დავილაპარაკოთ და დამიჯერეთ. მე გეტყვით 5 პროექტს. ხვალინდელს არა, დღევანდელს და თქვენთან ერთად 5-ვეს გამახორციელებთ. ჩვენ სახელმწიფოს თქვენ დაგიჯერებთ, თქვენ სტუდენტები ხართ, ახალგაზრდები ხართ და თქვენ დაგიჯერებთ. მე ვიქნები პასუხისმგებელი, რომ პირველი რასაც თქვენთან ერთად გავაკეთებ და ეს 3 თვეში იქნება. ზუსტად რომ ვიტყვით და კის ნებართვას რომ მოგცემენ, 3 თვეში მე თქვენთან ერთად ნატახტარში ადგილი გვაქვს, აი ამ მოტოციკლეთს ერთად დავაწყობთ. აი ეს არის დღეს ყველაზე კარგი ელექტრომოტოციკლეტი, 700 კილოიანი, ტონიანი, ტონა 200, რომელიც თქვათ რაღაცა კილომეტრი ზუსტად არ მახსოვს გადის და მეორე ეს. აი ეს რო ჩვენ საქართველოში ჩვენი საკუთარი ქარხანა გქონდეს, ჩათვალეთ სოფლის მეურნეობა, ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს. მოდი, რადგან თქვენ სურვილი გამოთქვით ჩემთან შეხვედრეს, მეორე შეხვედრაზე პირდაპირ პრემიერ-მინისტრს ვთხოვოთ, რომ აი ეს გაგვაკეთებიოს. მათი არაფერი არ გვინდა და ხელი არ შეგვიშალოს. მადლობა ბატონო. დიდ მადლობას გიხდით. აი მართლა დიდ მადლობას გიხდით და სტიმული მომეცით ჩემი დარჩენილი ცხოვრება, რომ თქვათ, რომ აი ამ გოგო ბიჭებთან ერთად მე მომეცა საშუალება, რომ რაღაცა ისეთი გავაკეთეთ საქართველოში, რომ ვერავის ან არ გააკეთებიეს, ან ვერ გააკეთა და ეს პირველი იქნება ეს მოტოციკლეტი და აი ამ ავტომობილზე მე ვისაუბროთ.